მოგესალმებით და გისმენთ. გია არა ისა. ერთად გამოაცხადეს ცნობილი პოეტი გია ბუღაძეო და არც პოეტი ვარ და არც გია ბუღაძე ვარ. არა უშახობ. იყოს კაცო, მიეწეროს გიას, რასაც ვიტყვი. კი. რა სიტყვით თქვენ ამ ყოველფერთან დაკავშირებით და ამ ახალ შემადგენლობაზე. კი ბატონო, დიდი მადლობა. თვითონ რა ცვლილებები იგეგმება არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ შეიცვალა კომისია. მე პრინციპში სიმპათიით ვარ განწყობილი ამ ცვლილების მიმართ, იმიტომ რომ არიან ადამიანები წარმოდგენილები, რომლებიც ალბათ უფრო თავისუფლები იქნებიან პარტიული კონიუნქტურისაგან, რამდენადაც ვიცი კონკრეტულად პოლიტიკურ პარტიებსაც არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს. და ეს გულისხმობს ალბათ მეტწილად სწორედაც რომ თავისუფლებას, ანუ ისინი იქნებიან, ასე ვთქვათ, საკუთარი სინდისის წინაშე, უმეტესწილად პასუხისმგებლები და ბუნებრივია საზოგადოების წინაშე, იმიტომ რომ ძალიან რთული საქმეა მოგეხსენებათ ეს აი ამ საქმეების განხილვა, შეფასების გაკეთება, გარკვეული კრიტერიუმების გამომუშავება თითქმის 8 წელიწადია თუ უფრო მეტი არა ამ კომისიის წევრი ვიყავი და ძალიან რთული იყო გულწრფელად რომ გითხრათ, იმიტომ რომ ჯერ ერთი ობიექტური სირთულე მდგომარეობდა სწორედ ამაში, რაც ზემოთ მოგახსენეთ, შენ უნდა შეაფასო ვთქვათ კონკრეტული ადამიანის საქმე და თან რაღაცნაირად უნდა იფიქრო იმაზეც, რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს საზოგადოებისათვის ამა თუ იმ მჟავრდებულის გამოშვება. და საკითხები რა იყო ეს სირთულეები? ისეთ რა არის? გამოწვევდეს სტორიაზე. სირთულეები, თქვათ, პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენზე უშუალოდ კომისიის წევრებზე არანაირი ზეწოლა მე არ მახსოვს და არ ყოფილა, ვთქვათ, პირადად ჩემზე და მე მგონი რომ ჩემ კოლეგებზეც არ ყოფილა. ეხლა ვერ გეტყვით კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წევრებზე, მაგალითად ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ ყოველთვის, არ მახსენდება სხვა პარტიის წევრებიც თუ იყვნენ, მე მგონი იყვნენ, ანუ ბევრი იყო ისეთი, რომლის ხმაც არ მახსოვს, ცოტა ისეთი ბუტაფორიული წევრებიც იყვნენ, რომლებიც უბრალოდ ისხდნენ და ვთქვათ, მხოლოდ ხმას აძლევდნენ ან რაღაც ამის მსგავსი. ანუ პრობლემა რა იყო? ჩვენზე ზეწოლა ნამდვილად არ ყოფილა, ჩემზე ვიმეორებ, მაგრამ პრობლემა იყო ის, რომ მაგალითად ჩვენ გავცემდით რეკომენდაციებს გარკვეული რაოდენობის პატიმრებზე, რომ შეიძლებოდა მათი სასჯელის ან შემსუბუქება, ან საერთოდ შეწყალება და გათავისუფლება და შემდეგ ეს იცხრილებოდა პროკურატურის მიერ. და პროკურატურა რეალური, ასე ვთქვათ, მათი ბედის გამსაზღვრელი, ჩვენ ეს ვიცოდით, იყო პროკურატურა. და ხშირად გადაგვიცია, მაგალითად მე მახსოვს ესეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენგან, ჩვენი კომისიიდან გადაცემულა, თქვათ, სადღაც 100-მდე საქმე, როგორც რეკომენდაცია, რომ შეიძლება ამ ადამიანებისთვის შანსის მიცემა და აი ამასიდან, თქვათ, პრეზიდენტს მოუწერია ხელი 10-ზე ან 9-ზე. და ეს იყო გაუგებარი ჩვენთვის, იმიტომ რომ თუ კი, თქვათ, კონსტიტუციით პრეზიდენტი ენდობოდა ამ კომისიას და ეს იყო საკმაოდ წარმომადგენლობითი კომისია, რატომ იყო ასეთი დიდი სხვაობა ჩვენს მიერ შეწყალებულებსა და შემდეგ გამოსულებს შორის. და ნუ ეს მუდმივად ჰქონდა ამის განცდა, რომ პროკურატურას ჰქონდა გარკვეული ინტერესი ხოლმე. როგორც ჩანს, კონკრეტული ადამიანების მიმართ მათ ჰქონდა თავისი კრიტერიუმები და ეს უნდა გამოსულიყო და ის არ უნდა გამოსულიყო, იმიტომ რომ ნუ პარადოქსალურად ერთ და იგივე დანაშაულზე თქვა შეიძლებოდა რომელიღაცა n ადამიანი გამოსულიყო ჩვენს მიერ შეწყალებული და იგივე დანაშაულზე მჟავრდებული ადამიანი თქვა და არ გამოსულიყო ციხიდან და არ გათავისუფლებულიყო ერთ და იგივე კრიტერიუმების მქონენი, ვიმეორებ და აქ იყო ბუნებრივია ნუ საკმაოდ დიდი წნეხი არა პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენზე საგრძნობი, არამედ ალბათ საბოლოო ჯამში ეს აისახებოდა მე ამ პატიმრების ბედზე პროკურატურისგან იყო.
ეს ინტერესი დაინტერესება და შემდეგ ხელოვნური ბარიერების შექმნა. კომისიის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა დღეს თქვა, რომ კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შესაწყალებელი პირებს არჩევენ, არის დასახვეწი და რომ უფრო ცხადი და მკაფიო გახდეს და კითხვები არ გაშლეს. თქვენ მიგაჩნიათ რომ რაიმე კრიტერიუმები უფრო დასახვეწი, უფრო გამოსაკვეთია? ნუ კრიტერიუმები და რა კრიტერიუმები შეიძლება? ხო, ნუ ძალიან რთულია რა. კრიტერიუმი როგორია ახლა? მაგალითად ჩვენ მუდმივად გქონდა სამართლის კოდექსი, ხო არის ძალიან მკაცრი. მაგალითად შეიძლება ქათმის ქურდი ან რაღაც აი ასეთი უფრო წვრილმანი დანაშაულის ჩამდენი მჯდარი იყო 4 წელიწადი და 5 წელიწადი ქონოდა მისჯილი და შეიძლება ხა ვიღაცისთვის ეს ქათამი და ან თქვა მით უმეტეს ძროხა თქვა რომელიც ვიღაცა მოიტაცა ან მოტაცა ან მოპარა რომელიღაცა ოჯახს ეს იყო ძალიან დიდი მართლა შემოსავლის წყარო ან არც თუ ისე დიდი შემოსავლის წყარო მაგრამ შემოსავლის წყარო და პრინციპში იყოს ეს პრობლემა და ყოფილიყო პრობლემა ოჯახისთვის მაგრამ ქათმის ქურდი 4 წელი არ უნდა იჯდეს ეს სამართლის კოდექსი დღემდე ძალაშია და არაადეკვატურად სასტიკი არის თქვა სახელმწიფო რაღაც დანაშაულების მიმართ არაადეკვატურად მათ შორის მუდმივი კამათი და ნუ ესეთი სერიოზული კამათები იყო ნარკოტიკის მომხმარებლებთან მიმართებაში იმიტომ რომ მეც და ჩემი ბევრი კოლეგაც მათ შორის ისე ადამიანებიც რომლებიც თქვა ყოფილ ხელისუფლებასაც წარმოადგენდნენ მოგოთ უმცირესობაში იყვნენ ამ კამათების დროს ისინი ამბობდნენ რომ სახელმწიფომ რაღაც ალტერნატივა უნდა შეიმუშაოს. ნუ ნარკომანის ციხეში გაშვებით ნარკომანიასთან ბრძოლა არ ხდება ნარკომანის დაპატიმრებით. იმიტომ რომ შემდეგ ამ მოვლენას თუ კი მხოლოდ ამაზე რეაგირებ, თუ ასე რეაგირებ ამ მოვლენაზე, შემდეგ ეს პრობლემად რჩება. ანუ ამაზე პრინციპში საზოგადოება უნდა დღესაც შეთანხმდეს და სახელმწიფო ბოლოს და ბოლოს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ნარკომანია არის კრიმინალი თუ არის ავადმყოფობა. და მე ვფიქრობ რომ უნდა არსებობდეს ალტერნატიული ასე ვთქვათ სასჯელები, ხო, ვთქვათ ნარკოტიკის მოხმარებაზე, ხო, მილიონნაირი ვერსია არსებობს, სხვადასხვა მოდელები არსებობს თემ სოფლიოში. ეს იქნება შეიძლება რაღაცა სარეაბილიტაციო ცენტრები, შეიძლება დასაქმების გარკვეული, მოდი ასე ვთქვათ, იძულებითი დასაქმების პროგრამები და სხვა და სხვა. ეხლა ძალიან ბევრი და ხანგრძლივი კამათები მიმდინარეობდა მაგალითად ნარკოტიკების მომხმარებლებთან დაკავშირებით, რომელთაც ხოდათ 8, 10, 13 წელიც კი მახსოვს მისჯილი ნარკოტიკის მომხმარებლებს და შემდეგ ეს პრობლემა ამასაც მუდმივად ვაფრთხილებდით მე და ჩემი კოლეგებიც თქვათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს რომლებიც იყვნენ ხოლმე ნუ იყვნენ კომისიის წევრები რომ ეს ბოლო-ბოლო გადაიზრდებოდა პოლიტიკურ პრობლემაში და გადაიზარდა კიდეც იმიტომ რომ ეს კონკრეტული ასე ვთქვათ ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანი არ არის ერთი კონკრეტული პირი ის არის ოჯახი ეს არის ადამიანები რომელთაც რა უბედურებათ ობიექტური უბედურების გარდა რამხელა სტრესად და ფინანსურ და ემოციურ სტრესად აწევდათ ეს ამბავი და ნუ ხშირ შემთხვევაში ნუ ამაზე იყო ხოლმე ხშირად კამათები მაგრამ ნუ ახლა კრიტერიუმებს რაც შეეხება ძალიან მძიმე საქმეებიც მოდის თქვა კვლელობები რეციდივიზმი ასე არ არის ერთმა პოლიტიკოსმა თქვა და საკმაოდ ინფანტილური იყო მისი განცხადება თუ არ ვხდები შარშა როდესაც თქვა რომ ციხისკარი უნდა გაიხსნას და ყველა გამოვიდეს რასაკვირველი მეც ძალიან მინდა რომ ყველა ადამიანი იყოს და კონდეს თავისუფლება და ეს არ ჩამithვალოთ რომ რაღაცნაირად არაადეკვატურ არაჰუმანიზმს ვიჩენ მაგრამ ასე არ არის ძალიან ბევრი ძალიან მძიმე დანაშაული ხდება ძალიან ბევრი რომელსაც უნდა საკმაოდ სკრუპულოზური განხილვა წაკითხვა გააზრება ვიმეორებ გააზრება იმ კუთხით რამდენად შეიძლება ეს ადამიანი იყოს შემდეგ საზოგადოებისთვის სახიფათო და რამდენად ეს დანაშაული შეიძლება იყოს პრეცედენტული და გამეორდეს და ესეც საკმაოდ რთულია ჩვენ მაგალითად ფსიქოლოგებთანაც ხონდა ხოლმე კონსულტაციები რომ ხშირ შემთხვევაში ასეც არის რომ ძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანმა შეიძლება არ გაიმეოროს დანაშაული მაშინ როდესაც წვრილმანი დანაშაულის ჩამდენმა ისევ ასე ვთქვათ გარკვეულ რეციდივთან კონდეს საქმე და ისევ გაიმეორა. ამიტომ ძალიან რთული კრიტერიუმი ერთიანად ყველა რაღაცა ასე ვთქვათ მუხლობრივად ან საქმის მიხედვით შეფასება არ შეიძლება. ამაში დავწმუნდით 8 წლის განმავლობაში უნდა სკრუპულოზური განხილვა, გააზრება და ასე შემდეგ და დარწმუნებული ვარ ეს ხალხი ამასაც იზავს დღევანდელი კომისიის წევრები. ბატონ ლაშა კომისიის ხელმძღვანელმა ასევე თქვა რომ კომისია უნდა შეიკრიბოს უფრო ხშირად, იმიტომ რომ აქამდე იკრიბებოდნენ უფრო იშვიათად ერთჯერ უწევდათ ასულობით საქმის განხილვა.
იყო თუ არა ეს ასე და ეს ქმნიდა თუ არა პრობლემას და ხო არ მიგაჩნიათ რომ თქვა 20 სახე რო დაგროვდეს იმ დროს შეიკრიბონ და უფრო ადვილი გასახელველი იყოს ან თქვა როგორ იცით რა არის შეიძლება დაგროვდეს თქვა ასეულობით საქმე მაგრამ ამ საქმებს უნდა გიგზავნიდეთ თქვა 3 კვირით ადრე მაინც მინიმუმ ზოგჯერ ყოფილა ისე რომ თქვა მოულოდნელად გადაუწყვეტია პრეზიდენტს რომ თქვა ეხლა საჭირო არის შეწყალება ადამიანების და გვიგროვდებოდა თქვა ათეულობით საქმე და ძალიან მე ვერ ვიტყვი მართალი რომ გითხრა რომ ჩვენ მაინც რაღაც ინფანტილიზმს ვიჩენდით არავითარ შემთხვევაში მაინც ნუ ღამებიც გაგვითენებია და ნუ შემდეგ ეს ხო დისკუსიაც იყო იქ და ნუ საათები და ხშირად თქვა გვიან ღამემდე დავშენილ ვართ და ნუ დეტალურად თუ კი არ გვეყოფოთა მაგალითად გამოყოფილი დრო შემდეგ სხვა დღეს გადაგქონდა ხოლმე ამ საქმეების განხილვა იმიტომ რომ ნუ ძალიან რთული ანუ მთავარი არის გარკვეული პრინციპის გამომუშავება კი, ჩვენ მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ვიზეც ჩვენ გავცემდით რეკომენდაციას იმ ადამიანების საქმეები ქონდა აბსოლუტურად სკრუპულოზურად გამოძიებული, გაანალიზებული, განხილულიც, მაგრამ ისეც ყოფილა ისეთი შემთხვევებიც მახსოვს, რომ ჩვენ ერთი პირი შეგვიწყალებია და შემდეგ სხვა გამოსულა ციხიდან. ესეც რაღაცა გაუგუნდოვანებასთან ქონდა საქმე, მაგრამ აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ აი ეს ადმინისტრაციის ჩვენი კომისიის წევრები შეიცვალეს სხვადასხვა დროს, მაგრამ ყოველთვის ძალიან დიდი პროფესიონალიზმით და პედანტიზმით ეკიდებოდნენ აი ამ სამუშაოს და მათ შორის ყოფილი თავმჯდომარეც ქალბატონი ელენეც, რომელიც ახლა ცოტათი ნაწყენივით კი ჩანს, მაგრამ და მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა ალბათ ქალბატონი ელენეც, როგორც თუნდაც ერთ-ერთი წევრის, ასე ვთქვათ, სტატუსით დარჩენილი ყოფნა, რომ მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. და მე არ მახსოვს, რომ ელენე თევდორაძე არ შეხვედროდეს, წარმოგიდგენთ, რამდენი ადამიანი იყო ამით დაკავებული და რამდენი ნათესავი, მშობელი, ცოლი, მეუღლე, მამა, დედა იყო ამ ამბავში ჩართული და ყველას ხვდებოდა, ყველას ეურთიერთებოდა, ყველასგან დამატებით ინფორმაციას აგროვებდა, იმიტომ ხშირად მოდის ხოლმე საკუთარ მშრალი ტექსტი, რომელიც აღწერს კონკრეტულ დანაშაულს და დამატებითი ინფორმაცია ყოველთვის ძალიან საინტერესოა. ბატონ ლაშა, შესაძლებელია რომ თევდორაძე სწორედ იმიტომ არ დატოვეს, რომ ის იყო წინა ხელისუფლების დროს არსებული კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც უწოდებდნენ საკმაოდ პოლიტიზირებულ კომისიას და ასეთი შეფასებაც გაკეთდა. იცით რა არის? თუ ესე არის ძალიან ცუდი იქნება, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ რაც არ მოგწონდა წინა ხელისუფლებაში, ესე იგი გიბისმეურებს ეს ხელისუფლებას, რომ რაღაცა სელექცია მოხდეს პოლიტიკური ნიშნით, ეს ამ ხელისუფლებასაც მაშინ მიიღოს ძალიან დიდ ჩიხთან და კრიზისთან. თუ იქნება მხოლოდ ასე ვთქვათ მიმხრობელობის მიხედვით კონკრეტული ადამიანი არჩეული. მაგრამ პრინციპში ყოფილი კომისია იყო პოლიტიზებული. დიახ, იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ასე ვთქვათ ბევრი ხალხი იყო ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათ შორის რამდენიმე საკმაოდ სამართლიანი იყო ყოველთვის ჩემი გადმოსახედიდან, ეხლა სამართალი პრინციპში პირობით იცნებაა, მაგრამ ბევრი ადამიანი ცდილობდა რომ ობიექტური და სამართლიანი ყოფილიყო, მაგრამ უმეტესწილად ზოგიერთ საქმეზე ჩვენ გვიხდებოდა ბრძოლა პრინციპში რაღაცაერი დემაგოგიასთან, რომელიც ახასიათებდა ნაციონალურ მოძრაობას და საერთოდ ახასიათებს პოლიტიკურ პარტიებს და საერთოდ აი ეს არაადეკვატური სიმკაცრე, არაადეკვატური თავდაჯერებულობა, არაადეკვატური დემაგოგიურობა და აკვიატება რაღაცეების, რომ აი ეს არ შეიძლება და როგორც მე ვთვლი, ასე უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში სხვანაირად, რაც ამ კომისიაშიც ახასიათებდა ზოგიერთი ნაციონალური მოძრაობის წევრს და საერთოდ ამ პოლიტიკურ ასე ვთქვათ ჯგუფს ახასიათებს, ამ კომისიაშიც პრობლემები შეექმნათ მათ და ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. ვიმეორებ, როდესაც არაადეკვატურად ჯიუტობ და დემაგოგობ სრულიად, ასე ვთქვათ, ობიექტურად რაღაცა მარტივად გამოსატან, თქვათ, თუნდაც ჩვენ შემთხვევაში განაჩენზე. აი ეს იყო ხოლმე ძალიან დამღლელი. მარტივად რო. თქვენ აი მაშინვე ამ თუნდაც აი ამ როგორც ახლა ამბობ დემაგოგიას და არაადეკვატურ აპროტესტებდით? ვაპროტესტებით, რასაკვირველია ახლა, ვაპროტესტებთ კამათობდით იქ. მე 8 წლის განმავლობაში ეს წარმოგიდგენთ, ეს არის აქ ანაზღაურება არ არის. ხო იცით, ეს საზოგადოებრივ საწესებზე ეს კომისია. ანუ იქ ხარ, ეს არის მართლა ძალიან დამღლელი ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად სამუშაო. ყოველ წელს მეც და ჩემ კოლეგებსაც, იმიტომ რომ ხშირად ხონდა ამაზე საუბარი, გვინდოდა გამოსვლა კომისიიდან, მაგრამ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ყოველთვის ფიქრობდით, რომ შეიძლებოდა თუნდაც 1, 2 ან 10 ადამიანს დავხმარებოდით.
და რაღაცნაირად მეტნაკლებად შეგვენარჩუნებინა ობიექტურობის, ასე ვთქვათ, ნიშა თუნდაც მცირე, იმიტომ რომ ნუ ახლა რთული იყო, ძალიან რთული იყო. ხშირად გვიწევდა ხოლმე კონკრეტული ადამიანების გამო ბრძოლა და თან უამრავი ადამიანი ახლა ესეც რაღაცა მე ვიმეორებ ეს არაადეკვატური სიმკაცრე ხელისუფლებისა და სახელმწიფოსი და ეს სიმკაცრე გარკვეულწილად, გარკვეულ დანაშაულებზე დღესაც ეს ინერციული სახით გრძელდება. იგივე ვიმეორებ ნარკომომხმარებლებზე, ხო ხალ მარიხუანაზე 4 და 5 წელი არ უნდა უშვებდი ადამიანს სიხეში, ეს არაადეკვატურია. თუმცა იყო ეხა სხვა საქმეებიც, ძალიან აბსურდული საქმეები, რომელზედაც ადამიანს უკვე მოხდილი ქონდა სასჯელი, თქვა 3-4 წელიწადი, არა მაინც დარჩეს, მაინც იყოს, აი რატო ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ ხშირად ავიწყდებოდათ და მე შირია რომ დღესაც არ დაავიწყდეთ ეს რომ ეს არის შეწყალების კომისია, ანუ აქ არავინ არ მოდის, ასე ვთქვათ, სუფთა ფურცლით თავისი ბიოგრაფიით. ეს კომისია სწორედ ამისთვისაც არის რომ გაითვალისწინო ეს დანაშაული, მაგრამ შესაძლებლობა მისცი ადამიანს რომ კლავაც მოახდინოს საკუთარი თავის როგორც მოქალაქის და პიროვნების რეაბილიტაცია. აი ეს ავიწყდებოდა ხშირად. შეგიძლიათ გითხრათ ვინ იყო ესეთი არაადეკვატური და ყველა არა, ეხლა ასაკურველი არ მინდა ეხლა რატო თქვა ესე, ნუ იყო ეხლა პოლიტიკური ის კონდათ რაღაცა პოლიტიკური ნარატივი, დისკურსი ხო ახასიათებდა ნაციონალურ მოძრაობას. დღეს სხვაგვარი დისკურსი ახასიათებს დღევანდელ ხელისუფლებას. აი ამ დისკურსიდან გამომდინარე უმეტესწილად თქვა ნაციონალურ მოძრაობის წევრები, თქვა რამდენიმე ნუ ჭკუინა გადაგიყვანდნენ, იმდენს გეკამათებოდნენ და ნუ ყველანაირად ხო ისი პოლიტიკოსი არ იღლება კამათით. სოლებრივი ადამიანი იღლება და იფიტება და ამათ ხო ისი ჩართულები არიან და ნუ ძალიან რთულია რომ აჯობოდა მე ხმათა უმრავლესობაც წვეტა ხოლმე. თუმცა მიუხედავად ამისა პრინციპში კომისიის უკვე თავმჯდომარეს და ადმინისტრაციის წევრებსაც უხდებოდათ საბოლოო ჯამში თავარი ბრძოლა ჩემი აზრით პროკურატურასთან რომ დაემტკიცებინათ და დაედასტურებინათ რომ კონკრეტული ადამიანი და მათ შორის ელენე თევდორაძე და თუ კი ამბობენ რომ ელენე თევდორაძე რაღაცა კონკრეტულ პოლიტიკურ კონიუნქტურას ახორციელებდა მე ვფიქრობ რომ ეს არის დიდი უსამართლობა ამ ქალბატონის წინაშე თქმული იმიტომ რომ ეს ადამიანი ვიცი როგორ იბრძოდა და ებრძოდა პრინციპში აი ამ ვეებერთელა მონსტრს ქართული პროკურატურის სახით რომ რაღაცა კონკრეტული ადამიანი რომელიც ჩვენს მიერ იყო შეწყალებული გამოსულიყო გარეთ ან შემსუბუქებოდა ეს ძალიან რთული იყო და ეს გაკვეთილი იქნება ცხადია იმ პოლიტიკური ძალისთვისაც რომელმაც წააგოს არჩევნები და ამ პოლიტიკური ძალისთვისაც რომელიც თუ უყურებს მოვლენებს პოლიტიკური ჭრილიდან შესაბამისად ეს რაღაც გარკვეულ ჩიხამდე მიიყვანს მას ნუ ახლა პრეზიდენტის კონსტიტუციით აქვს უფლება რომ თქვათ ვიც უნდა ის შეიცვალოს ეს იყო ჩვენი სარეკო ჩვენ გადავცემდით რეკომენდაციებია ანუ შეგადასცემ პრეზიდენტს კომისია ეს ჯგუფი გადაცემს რომ აი ჩვენ განვიხილეთ და ვფიქრობთ რომ ეს ადამიანი იმსახურებს არ შეწყალებას არ ვიცით ვერ გეტყვი ნუ ფაქტია რომ ჩვენ გადაგვიცია თქვათ რაღაც კონკრეტული სია და მე სხვა ადამიანი გამოსულა ნუ პრეცედენტული იყო აღარ მახსოვს სიხშირე მაგრამ ნუ იყო შემთხვევები რა კი სავარაუდოდ კი ნუ პრინციპში ზოგადი გარანტია პროკურატურის და სახელმწიფოს არა უნდა ვიდარ უნდა ჩაერიოს ჯერ ერთი მათსაქმიანობაში ეს ერთმნიშვნელოვნად თუმცა მე აქვე იმასაც აღვნიშნავ რომ ნამდვილად ვერ მოვიტყუები და ჩემთან მაშინაც არავის ხელისუფლებიდან არ დაურეკავს და რომს დაერეკა ვერანაირი შედეგს ვერ გამოიღებდა ბუნებრივია და ასევე ჩემ კოლეგებზეც შემილია ეს თქვა არაპარტიულ კოლეგებზე მაგრამ პრინციპში ეს არის სახელმწიფოს კეთილი ნება რომ პროკურატურამ თავის საქმე აკეთოს და არ ჩაერიოს სასამართლო საქმიანობაში კონკრეტულად შეწყალების კომისიის საქმიანობაში, ადმინისტრაციის საქმიანობაში და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე თვითონ ადამიანები, კომისიის წევრები იყვნენ პრინციპულები. პრინციპულობა ახდენს რა. მე მივხვდი რომ ახდენს შედეგს. ახერხებ თუ კი გაჯიუტდები და შენ აზრს ბოლომდე დაიცავ, საბოლოო ჯამში შედეგს მიაღწევ, თუნდაც ყველაზე დიდი წეხის პირობებში. ახალი კომისია იქნება არაპოლიტიზირებული? ახალი რა ვიცი ახლა მე სიმპათია ბასა ჯანიკაშვილი ჩემი უახლოესი მეგობარია და ბასა ვიცი რომ
გატყდება ისეთ საკითხებს თემებს წაიკითხავს, რომ ძალიან რთული იქნება მისთვის ემოციურად და ფსიქოლოგიურად, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ობიექტური ადამიანია. კი, ნამდვილად ხო კოტეჯანდიერი, კი, მწერლები არიან, ადამიანები არიან, რომლებიც ძალიან წესიერი ხალხია და ძალიან პატიოსანი ხალხია და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი თავისუფლები იქნებიან პოლიტიკური და პარტიული კონიუნქტურისგან. ანუ ეს არაპოლიტიზირებული იქნება ეს კომისია? იმედი მაქვს. ეხლა შეიძლება მათ კონდეთ პოლიტიკური სიმპათიები, მაგრამ ამ პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით ალბათ არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს. და იცით რა არის? ისევ სახელმწიფოს დამოკიდებულებამდე მივდივართ, იმიტომ რომ იგივე ნარკომანიინები ისევ მოხდებიან ციხეში. ნარკომანის ამბავი, მომხმარებლის ამბავი ისევ მოვა კომისიამდე. და კომისიის წევრმა ისევ უნდა გამოიტანოს გარკვეული განაჩენი მას გამოუტანოს პრინციპში. აი აქ დგება ისევ საკითხი, რამდენად შემდეგ სახელმწიფო მოექცევა პასუხისმგებლობით შეწყალებულ ნარკომანს, რომელიც გარეთ გამოვა და ისევ გააგრძელებს მოძიებას რაღაცა ნარკოტიკული საშუალებების და რას იზავს ამ დროს არ ვიცით, რომ მე სახელმწიფო აღარ ინტერესდება ამით, მე ისევ აბრუნებს ციხეში და ამით პრობლემა არ იჭრება. დღემდე ეს პრობლემა გრძელდება და ამ შემთხვევაში ახლა ეს კომისიის პასუხისმგებლობის ფარგლებს ცდება. შეიძლება თქვა რომ იცი მე არ ვთვლი რომ ეს მომხმარებელი რომელიც 10 წელიწად ციხეში არის დამდაშავე და ნუ ეხლა თუ კითხულითო ნარკომანია როგორც ეხლა ნაცისტურ რეჟიმში იყო ხო თქვა ფაშისტების დროს თვითონ ნუ ეს უნდა ან დახვრიტო ან მუდმივად უნდა სადღაც საკონცენტრაციო ბანაკში გადაასახლო. მაშინ ეს მიდგომა უნდა იყოს რომ საბოლოოდ სამუდამოდ უნდა მოვაშოროთ საზოგადოებას და სადღაც კუნძულზე გადავისწოლოთ და ასე შემდეგ. ანუ ეს პრობლემა ასე არ გვარდება. ნარკომანი საბოლოოდ ვერ თავისუფლდება ნარკოტიკისგან ციხის პირობებშიც. მე რომ გამოდის, აღარავინ აღარ ზრუნავს ამ ადამიანზე. აღარავინ რაღაც ერთეული აი ეს არასამთავრობოების გარდა. შემდეგ სახელმწიფო რას აკეთებს? აი ეს არის საინტერესო. ამაზე საზოგადოებამ უნდა დაიწყოს ძალიან სერიოზული და ძალიან ღრმა დისკუსია. ამაზე ჩვენ რაღაცა პათეტიკის და სადაგზელობის დონეზე ვართ, მაინც რაღაც ზედაპირულ დონეზე ვართ, რომ ეს სუდია, ეს კარგია. აი რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ალტერნატიული გზები, რეაბილიტაციის გზები, ვიმეორებ, დასაქმების გზები, ეს არის სერიოზული სამშობლო. ისევ ალე კოალიციაში დაუბრუნდეთ, მის მიმართაც გაჩნდა კითხვები, მისი პოლიტიკური სიმპათიებიდან თუ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, თვლით რომ სწორი გადაწყვეტილება იყო კომისიის ხელმძღვანელად მისიდან? იცი რა არის? ეხლა ალიკოს ვიცი რომ სამართლიანი ადამიანია და შევხედოთ ეხლა ნახოთ და დარწმუნებული ვარ, მე არ ვარ სკეპსისით რატომღაც განწყობილი. მე მგონია რომ კარგი თავმჯდომარე იქნება, უბრალოდ ეს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს და რაღაცნაირ ცოდნას, ადმინისტრაციულ ცოდნას. ეს არ არის მხოლოდ ჰუმანური და საზოგადოებრივი აქტი, როდესაც ხარ კომისიის თავმჯდომარე. პრაქტიკული თვალსაზრისით რაღაცა გამოცდილება მას სჭირდება და მე აი ერთადერთი ქალბატონი ელენესი ეს ვერ გავიგე რატო არ შეხვდა. ალიკო ელისაშვილს იმიტომ რომ მართლაც ის უნდა გაერკვეს ამ საქმეში. ძალიან რთული პროცედურაა. ხო? არავითარ შემთხვევაში. როგორ გეკადრება? 9 წელიწადი ვიყავი, გაზო აღარ შემეძლო, ვიტანჯებოდი. არ შემოუთავაზებიათ, მაგრამ როგორც შემოუთავაზებიათ, მართლა ვერ დავდახვდებოდი, იმიტომ რომ ყოველ წელს ვფიქრობდი გამოსვლას. ეს ძალიან რთულია. მართლა ფსიქოლოგიურად არის საშინლად რთული და თან ფსიქოლოგიური ობიექტური სირთულის გარდა იყო ეს რაღაცა ეს აჩრდილი პროკურატურის ეს ადეიშვილის უწყება, რომელსაც აი ვერ ხვდებოდი რა ვერ ხსნიდი რა სიჯუტესთან ქონდა საქმე. ო სიჯუტესთან კი რაღაც დაინტერესება იყო. უმეტესწილად ეს იყო ფინანსური დაინტერესება, რომ კონკრეტული ნარკომანი ოჯახი შეიძლება მათ გაეყიდათ და კიდენ სახლებს, ქონებას და ფულს თუ ჩაიტანდნენ ეს ადამიანები, შემდეგ ესენი გამოვიდოდნენ და თქვათ ვიღაცა გამოვიდოდა ამ დანაშაულით, ასე თქვათ ჩვენს მიერ შეწყალებული, ესე იგი იმან ფული გადაიხადა, ვიღაცა ვერ გამოვიდოდა. სახლაც გაყიდიან ბატონ ლაშა, თქვათ იგივე პრობლემა. რა საკვირველია? თუ სახელმწიფომ ისევ აიღო ეს გეზი, რომ პროკურატურა გახდეს ჰეგემონი და ჰეგემონიური, ასე თქვათ, ფუნქცია აიღოს სახელმწიფოში, რა საკვირველია, რა შეგვწვის ამ ხრივ. სხვა პლანეტიდან კი არ ჩამოვცვიდით ერთ წელიწადში. იგივე ხალხი ვარ და იგივე პოლიტიკოსები ვარ და იგივე ქართველები ვსხედავთ. ასე რომ ეს პრინციპში ხა კომისიას მოუწევს კრიტერიუმები იგივე დარჩება. ადეკვატური ჰუმანიზმი. ამას ძალიან მნიშვნელოვანია. უაპელაციო ჰუმანიზმი ეს რომ ვიღაცა ვიმეორებ რომ ამბობს რომ წიარი ეს რაღაცა რომანტიკული შარავანდები რომ დაყვება ეხლა ციხეს ესე არ არის. აი ეს დავაცხადია, ეს არის ძალიან სერიოზული განსახედველი ყოველი საქმე ცალკეულად, ავტონომიურად
ერთიანად არაფერთ არ შეიძლება. და ბოლოს სხვა თემასთან დაკავშირებით უნდა ერთი კითხვა დაგისვა. თვლით თუ არა რომ დედაქალაქის მერი აუცილებლად უნდა იყოს თბილისელი? არა, რასაკვირველია, არ თვლი ეს რაღაცა ურბანისტული ფაშიზმი, ჩემთვის სრულიად მიუღებელი. ანუ ნარმენიის კანდიდატურა კონკრეტული კანდიდატურაზე რა გითხრათ, მაგრამ მე არ თვლი რომ ეხლა მაინდა-მაინც თბილისში უნდა იყოს დაბადებული ის ადამიანი, ვინც შეიძლება იყოს კარგი მერი ქალაქის, თორემ კონკრეტულ კანდიდატურას არ ვეხები. რა თუ დავხალ ამას ლაპარაკი. მადლობა. კარგით, მადლობა.